მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. დღეს ჩვენ ვიწყებთ TP საქართველოს ახალ ინიციატივას, TP Talk Point. ეს იქნება პოდკასტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ სხვადასხვა სტუმრებთან ერთად მოგიყვებით კომპანიის შესახებ. გაგაცნობთ ასევე დამატებით ინფორმაციას ჩვენი ყველაზე გავრცელებული პოზიციების შესახებ, ასევე მოგიყვებით სხვადასხვა აქტივობების ან დეპარტამენტების ან ჩვენი საქმიანობის შესახებ და შევეცდებით გავფანტოთ ყველა ის მცდარი წარმოდგენა, ისევე როგორც უპასუხოთ თქვენს ყველაზე ასე ვთქვათ ხშირად გავრცელებულ შეკითხვებს და ხშირად დასმულ შეკითხვებს, რომლებიც იმედი მაქვს, რომ დაგეხმარებათ სამომავლოდ უფრო მარტივად მიიღოთ გადაწყვეტილება, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი. და რითი დავიწყებდით დღევანდელ პოდკასტს, თუ არა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პოზიციის შესახებ საუბრით და ეს პოზიცია არის კლიენტთა ოპერაციების მხარდაჭერის სპეციალისტი. იგივე მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი და დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან სწორედ ამ პოზიციაზე მყოფი თემო და ანა, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები. გამარჯობა, მადლობა, რომ ხართ პირველი ეპიზოდის სტუმრები და გვეხმარებით ამ პოდკასტის გახსნაში. პირველ რიგში მოდით დავიწყოთ იმაზე საუბრით, თუ რას აკეთებთ, რას ემსახურება თქვენი პოზიცია და წარმოვიდგინოთ თან განსაკუთრებით მაყურებლისთვისაც, რომ ამ სფეროში არასდროს არ უმუშავია ადამიანს და ასეთ ადამიანს უნდა აუხსნათ, რას აკეთებს კლიენტთა ოპერაციების მხარდაჭერის სპეციალისტი. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს კომპანიას ქირაობენ საერთაშორისო კომპანიები, რათა მერე ჩვენ მივაწოდოთ ამ customer service-ის მომსახურება, ანუ კლიენტების მხარდაჭერის სერვისი. მე ვარ Booking-ის განყოფილებაში. შესაბამისად, როცა ამ საიტის მომხმარებელ ადამიანებს სჭირდებათ რაიმეში დახმარება და რეკავენ ან წერენ Booking-ს, ეს ზარიან მოწერილი მოდის ჩემთან და მე უგვარებ ამ პრობლემას. თემო, შენ შემთხვევაში როგორ არის შენს ინდუსტრიაში რა ხდება? ჩემს ინდუსტრიაში ეს არის ავტომობილ ინდუსტრია, სადაც ყოველთვის ყველაფერი ხდება მანქანებთან დაკავშირებით, არის ეს მომხმარებელს რაიმე პრობლემა შეექმნება თუ ნებისმიერი ინფორმაციას მოითხოვს, ჩვენ ვართ ის პირველი მხარე, ვისაც შეუძლია რომ გაუწიოს მას დახმარება, მიაწოდოს ინფორმაცია და ანალოგიურად, როგორც Booking-ზე, ჩვენთანაც ვართ საერთაშორისო ბაზარზე, სადაც სხვადასხვა ბრენდი, სხვადასხვა მანქანის ბრენდი ითხოვს ამ სერვისს, რომ შემდეგ ჩვენ მათ მომხმარებლებს გაუწიოთ შესაბამისი დახმარება. ანუ რა შევაჯამოთ კლიენტი, რაც კონკრეტული კომპანიის მომხმარებელი მოდის თქვენთან რაღაც პრობლემით, რაიმე უჭირს და ამ შემთხვევაში ხვდება თქვენთან და ამ შემთხვევაში უწევთ ჩვენ მხარდაჭერას. სამი სიტყვით რო შევაჯამოთ თქვენი პოზიცია, ესეთი რაღაცა თუ შეგიძლიათ, აი სამი სიტყვა, რა ვიცი, ნებისმიერი სიტყვა, რითიც თქვენ საქმიანობას აღწერდით. პრობლემის ზრდილობიანად მოგვარება ან პრობლემის დიპლომატიურად მოგვარება. აქეთ დიპლომატიკულია ანასახით. თემო შენ შემთხვევაში ჩვენთან იქნება დისციპლინა, გამძლეობა და ნერვები. ანუ საკმაოდ დაძაბული რაღაც აქეთ დილობიანი მოგვარება, აქეთ დისციპლინა, ნერვები. როგორც ხვდები, საკმაოდ ესეთი შრომატევადი საქმიანობა არის ფსიქიკურად, მენტალურად და საკმაოდ დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს. კარგით. საიდან გაიგეთ ჩვენი კომპანიის შესახებ, როგორ დაიწყეთ საერთოდ? როგორ მოხვდით ჩვენს კომპანიაში და საიდან გაიგეთ ამის შესახებ? მე გავიგე ჩემი მეგობრებისგან, რომლებმაც ასევე იციან გერმანული და მუშაობდნენ ჩემამდე აქ და ასევე, სამედიცინო სფეროში გერმანულის მცოდნე ხალხი ერთმანეთს ხვდებით და ხშირი არის, რომ სამედიცინო სტუდენტები აქ მუშაობენ. და ერთი-ორი სტუდენტისგანაც მოსმენელი მქონდა, სანამ ჩემი მეგობრები დაიწყებდნენ საერთოდ. თემო შენ? ანალოგიურად მეც ჩემი მეგობრებისგან გავიგე, რომლებიც არა ავტომობილის ინდუსტრიაში მუშაობდნენ, მაგრამ მათ მაცნობეს, რომ ასეთი საშუალება არის და თუ დავინტერესდებოდი, რა თქმა უნდა, მეც მაშინათვე გამოვაცხადე თანხმობა, რომ კი, რატომაც არა ვცდიდი ჩემს უნარებს გამოცდილებას მივიღებდი და ასე შემდეგ. გაგიჭირდათ მოხვედ რა, დაახლოებით რამდენი ეტაპი გაიარეთ, ან რა ეტაპები სამუშაოს დაწყებამდე? ტესტირება გაიარეთ, მხოლოდ გასაუბრებით მოხვდით თუ ესეც რო ვითხრათ? გასაუბრება რამდენიმე ეტაპი ჰქონდა ამ პირველ გაცნობას,
და იყო გასაუბრება, იყო ამავდროულად რაღაც როლური თამაში, რომ ერთი იქნებოდა წარმომადგენელი, უკვე მომხმარებელთა სფეროს წარმომადგენელი და მეორე მხარეს იქნებოდა მომხმარებელი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო გაბრაზებული, შეიძლება არა და სცენარი იყო და მაგის მიხედვით უკვე ჩნდებოდა როგორ შეძლებდა უკვე მომავალი აგენტი ამ პრობლემის კარგად გააცნობდით თავს. ანუ თავიდანვე გექმნება წარმოდგენა, რასთან შეიძლება გქონდეს შეხება. როგორც მივხვდი, საქმიდან გამომდინარე, თქვენთან ძირითადად ალბათ რეკავენ მომხმარებლები და ზარებზე გიწევთ პასუხი. მხოლოდ ეს არის მხოლოდ ზარებს პასუხობთ თუ მეილების პასუხიც გიწევთ ან რაიმე ონლაინ ჩატის საშუალებითაც თუ ეხმარებით კლიენტებს. ჩვენ შემთხვევაში არის ზარებიც, არის მეილების გაგზავნის საშუალებაც, თუმცა აქ უკვე ჩნდება მეორე საკითხი, თუ რა პრობლემა შეიძლება გქონდეს მომხმარებელს და მაგისთან მიხედვით, თუ უბრალოდ ითხოვს ინფორმაციას, რომელიც ძალიან მარტივი არის და მას შემდეგ შეგვიძლია უბრალოდ მარტივად დაურეკოთ ზარით და მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და მანდ მორჩება ეს საკითხი, მაგრამ თუ არის როცა ტექნიკურ საკითხებს ეხება ეს ყველაფერი ან რაღაც დოკუმენტაცია გჭირდება, ან მოვითხოვოთ, ან პირიქით ჩვენ გავაგზავნოთ, მაგ შემთხვევაში ფიზიკურად მეილი უფრო ხელმისაწვდომია და კარგი მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ ზარზე ეგ ვერ განხორციელდება. PDF ფაილს ვერ გამოგზავნებთ. ანუ შესაბამისად ალბათ ჩატი და მეილი უფრო მარტივია, ხო? რომელი უფრო გეკომფორტულებათ. ზარებთან ლაპარაკი უშუალოდ მომხმარებლებთან თუ უშუალოდ წერილობითი კომუნიკაცია? кейს გააჩნია. ცუდი ამბავი თუ გაქვს საქმელი, უფრო ცოტად რო გჭირდება, რომ მიწერო ზრდილობიანად და სანამ ბრაზავს ბევრჯერ წაიკითხოს შენი იმეილი. და თუ კარგი ამბავი გაქვს საქმელი, ზარი უფრო დიდი მეილი მიწერო, გადაუარო სამ ბრაზმა ხო? ყურადღება გაუფანტო გრძელი მეილი. სხვა შეს აკეთებენ და უფრო ბრაზდებიან მერე კლიენტები. კი ძალიან დიდ ბოდიშს რო გიხდიან. მერე მეილის ბოლოში კლიენტი ფიქრობს, ანუ ამდენი ვიკითხე და საბოლოოდ მაინც ცუდი ამბავი გამაწადეთ, ანუ მოკლედ მაინც არაფერი არ მეშველა საბოლოოდ. კარგი, მაშინ რაღაც ამას შევეხეთ. ყველაზე გავრცელებული პრობლემები ან საკითხები ან საჭიროებები რა არის, რითიც შეიძლება კლიენტმა მოგმართოთ? ჩვენ სფეროში უკვე მაგ მხრივ გააჩნია დეპარტამენტს, რომელ დეპარტამენტს შევა ესა თუ ის პრობლემა საკითხი და მაგისთან მიხედვით, მაგრამ კონკრეტულად ეხა რა დეპარტამენტშიც მე ვარ, აქ ძირითადად ითხოვენ იმ თანხის ანაზღაურებას, რაც იმ პერიოდში დახარჯეს, როდესაც მომხმარებელს მანქანა არ ყავდა. ეს არის ჩვენი შიდა პოლიტიკა, ამას იცნობს ჩვენი მომხმარებელიც და შესაბამისად წინასწარ ამაზე ინფორმირებული არის და თანახმაც არის. ანუ მე თუ თქვენ ასე თქვა ჩვენი კლიენტისგან მანქანა გამოვიყვანე ან რა ვიცი მანქანა შევიძინე და გარანტიის ფარგლებში ალბათ ხო რაღაც სერვისი დასჭირდა და შემდეგ ეს მანქანა შეკეთების პროცესში არის. სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს და მე მანქანა არ მყავს, ამ შემთხვევაში ამ პროცესში რაღაცები ხდება, რის ანაზღაურებასაც გთხოვენ, სწორად გავიგე? ესე იგი, როდესაც ჩვენ მომხმარებელს ყავს ჩვენი ეს კონკრეტული ბრენდის მანქანა, მაგ შემთხვევაში თუ კი ჩვენი კომპანიისგან გამოცხადდა რაღაცა პრობლემა, რომელიც აუცილებლად რაც შეიძლება ჩქარა უნდა იქნას მოგვარებული. კი, ჩვენთან თქვათ, რომ აი ეს საკითხი და ეს პრობლემა აქვს თქვენს მანქანას, ვინც არის ამის მანქანის პატრონი, მიუვა ეს წერილი და შემდეგ უკვე ვალდებულიც არის, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე აღმოფხვრას, ოღონდ ამაში იცის და ინფორმირებულია, რომ თანხას არ გადაიხდეს. მაგრამ ალტერნატივას თავაზობთ იმას, რომ რახან მომხმარებელო შენ მანქანა ეს პერიოდი არ ყავს, ჩვენ შემოგთავაზობთ, რომ ან დროებით მომხმარებელო ან დროებით მანქანას მიცემთ, ან იქნება ეს ტაქსით თუ საჯარო ტრანსპორტით, იმის და შემდეგ გამოგზავნის ამ ჩეკებს და ასე შემდეგ და ამას აუნაზღაურებთ თავისუფლად. ერთი კითხვა აქვს, ანუ ბენზინის თანხასაც ბენზინს აი ეგ კითხვები ტალონები რო გამომიგზავნოთ. სხვა მანქანის ნაცვლად ფეხის თუ არა, მერე ეგეც ვთქვათ, არა. გადავალთ ალბათ მანქანაც, მაგერსაც ვილაპარაკებთ. ტურიზმის სექტორში რა ხდება? ტურიზმის სექტორში ყველაფერი ხდება. ანუ რაც შენ აღწერე, მაგის ანალოგიური სიტუაციაც არის. მაგალითად, სასტუმრო დავჯავშნე, მივედი და მითხრეს, რომ
ჩემი ოთახი არ არის თავისუფალი, ან კიდე რაღაც გაფუჭდა, ან კიდე საერთოდ არ მპასუხობს, თუ მაგალითად ბინაზე არის საუბარი და საერთოდ არ მპასუხობს მე ბატონო ვერ შევდივარ, გვირეკავენ ჩვენ და ვუქმებთ იმ თავდაპირველ ჯავშანს და შემდეგ ვეძებთ რაღაცა მსგავს შემცვლელ ალტერნატივას, რომელსაც ჯავშნის და მე მაგ თანხაში განსხვავებას უნაზღაურებთ, ან იქამდე ტაქსით თუ მივიდა, მაგასაც უნაზღაურებთ. ანალოგიური პროცედურა ჩვენთანაც არის, მაგრამ კიდე ბევრ სხვა რამეზე რეკავენ. აი მაგალითად მივედი, დაულაგებელი დამხვდა, ან არ მომეწონა, ან რაღაცა მსგავსი და ეხლა მთლიანი თანხა უკან დამიბრუნეთ. და ეგ არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული რისი გაგებაც უჭირთ კლიენტებს, რომ თქვაც რომ მიდიხარ სასტუმროში და ის ოთახი, რომელიც დაჯავშნე გვხვდება, მაგრამ არ არის ისეთი კარგი, როგორც შენს წარმოდგენებში იყო. ანუ ეგ არ ნიშნავს, რომ ოთახი არ არის და მთლიანი ფული უნდა დაგიბრუნონ, ეგ ნიშნავს, რომ ნაწილი უნდა დაგიბრუნონ. თქვათ, თუ დაჯავშნე ორ საძინებლიანი და ერთი საძინებელი არის დაულაგებელი, დაგიბრუნებენ 30%, ხო, მაგალითად სიტყვაზე. რაღაცა. და ბარემ რო ერთი ესეთი შემთხვევა მივაბათ რეალური, რომ აი მაგალითისთვის, აი თუნდაც როგორც სცენარებსაც გასაუბრების დროს თამაშობთ, ასე ვთქვათ, ერთი ეგეთი რეალური შემთხვევა რო გავიხსენოთ, სადაც კლიენტმა რაღაც კონკრეტული პრობლემით მოგმართათ და თქვენს დაიხმარეთ რა. ან ვერ დაიხმარეთ თუნდაც ან არ დაიხმარეთ, ალბათ არ იქნება, მაგრამ დახმარება არ შეგეძლოთ, ან დაიხმარეთ პირიქით და ეს პრობლემაც მოგვარდა. ორივენაირი შედეგითაც დასრულებულა, როდესაც ვერ შეძლებთ დახმარება, იმიტომ რომ მოთხოვნა არ ჯდება ჩვენს შინაგანაზე, როგორც უნდა იყოს ეს პროცედურა გამართული, მაგრამ არის რა თქმა უნდა შემთხვევებიც, როცა ძალიან ჩვეულებრივად და მარტივად ესმით ჩვენს მოხმარებლებსაც, თუ როგორ მუშაობს ეს ჩვენი პროცედურა და იყო რომ უბრალოდ გამოცხადა მის მანქანაზე ეს პრობლემა, რომელიც რაც შეიძლება ჩქარა უნდა ყოფილიყო აღმოფხვრილი და შემდგომ უკვე ჩვენს შიდა პოლიტიკაში რაც გვაქვს როგორ უნდა მოიქცეს ჩვენი მოხმარებელი ამ დროს ეს როცა აუხსენით ის ჩვეულებრივად დათანხმდა და მას არ ქონია მაგაზე პრობლემა შექმნილი რომ აი ან არ თანხდება ან არ აწყობს ან რაღაც ჩვეულებრივად მიიღო და ჩვენს უკვე როცა მის მანქანას დაიბრუნა გადავხადეთ მადლობა რომ გამგები მომხმარებელიც კარგი პრივილეგია. შენ შემთხვევაში ხო დაახლოებით ალბათ ყველა ხდება და მივხვდით, მაგრამ მაინც რაღაც ცოტა სახალისო პრობლემა რა გავიხსენოთ, რომელიც მოვაგვარ. გავიხსენოთ. დამირეკა ერთ-ერთმა კლიენტმა, რომ WhatsApp-ით მომივიდა ინფორმაცია, რომ ჩემი ჯავშანი გაუქმდება სასწრაფოდ ამ ლინკზე თუ არ გადავალო რა. ხო და, რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი დახმარება ის იყო, რომ უთხარი რომ არ გადასულიყო მაგ ლინკზე. არ გადაგვიდით კაბა. შეძდეკ. ხო და, ჩვენი პროცედურა ეგ არის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გვინდა რომ მივიღოთ, თქვათ იმ ადამიანის თუ ადამიანების შესახებ, რომლებიც ესეთ მცდარ ინფორმაციას აწვდიან კლიენტებს. ხო და მოთხოვა სკრინშოტი, რომ მეთქი ამ WhatsApp-ის სკრინშოტი გავამიგზავნე და ნომერიც ჩანდეს და ნახოთ რა ნომრიდან შესაბამისად მე ან დაარიპორტოთ რაღაც შესაბამისი ზომები მიიღოთ. ხო, ანუ ჩვენი განყოფილება მაგას არ აკეთებს, იმიტომ რომ კლიენტის მოსახურება უფრო აღარ, მაგრამ ვაწვდით. ხო. ხრივ რაღაც ურჩიოთ მაინც. ხო, ანუ უსაფრთხოების დეპარტამენტს ვაწვდით, რაც შეიძლება სრულ ინფორმაციას, ხო და გამაგზავნა ამ ადამიანმა ეს სკრინშოტი უბრალოდ ანუ ნომერი არ ჩანდა, ეგ ხშირად ხდება, რომ ეუბნები რაღაცა უნდა ჩანდეს და არ გიგზავნიან და დაღეჭვა ჭირდება, მაგრამ ნომერი არ ჩანდა, ეგ ერთი საკითხი. თვითონ ჩატს ხო ვუყურებ და აწერია რაღაცა ინდოეთის ქალთა ასოციაცია. მეც მომდის ხოლმე ეგეთი მესიჯები თქვათა შორის. ხო, ანუ ბიზნეს გვერდს როცა ბიზნეს გვერდის ადმინისტრირებას რო ახდა, იქაც მოდის დააჭირი გადადი ამ ლინკზე, თორე შენი პეიჯი გაუქმდება და დაიხურება და რა ვიცი, ხალხი წაგიგებს და ხანდა ეგ გავრცელებული მოვლენა არის უბრალოდ. მე რამ დავაბნე, ეს კლიენტი თვითონ კაცი იყო და ინდოეთის ქალთა ასოციაციიდან რო წერენ, რომ შენი სასტუმროს ჯავშანი უქმდება, ანუ საერთოდ თუ ინდოეთში არ მიდიხარ ქალთა ასოციაციის რამე ტრენინგზეა.
ხოდა საერთოდ რატო გონია რომ შენ ჯავსთან ჩანთან კავშირში ეგრე მივხვდი, მაგრამ პრობლემა მოუგარა იმით, რომ დავაწყნარე და დავამშვიდე და უთხარი, რომ გადაეცემა ეს ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურს. თქვენ თავი არ გადაბრძანდეთ მაგლინგზე. დიახ. რომელი უფრო რთული არის ამ მხრივ, რაღაც მხრივ შევეხეთ კლიენტების, ასე ვთქვათ, არქეტიპებსაც და სახეებსაც და რომელი უფრო რთული არის? დაახლოებით ემოციურ კლიენტთან გამკლავება თუ ძალიან ტექნიკური პრობლემა როცა არის ამის ახსნა ადამიანისთვის ან ამ პრობლემაზე მუშაობა. რთული შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი არ არის, მაგრამ შედარებით გამძლეობა, დისციპლინა და რთული არაფერი არ იქნება. მაგრამ თუ შევადარებთ ტექნიკურ საკითხებს და ემოციურ კლიენტს, რა თქმა უნდა, ემოციური კლიენტი შედარებით უფრო რთულია, მაგრამ მისი დამშვიდებაც და საბოლოო პასუხის მიღებაც შეგვიძლია ჩვენ სწორი დამოკიდებულებით და საუბრით მასთან. თუ ავუხსნით დეტალურად თუ რაში არის ეს პრობლემა და როგორ თავაზობთ შენ ამის მოგვარებას და რა თქმა უნდა ყველა პრობლემის მოგვარება შეგვიძლია თუ ეს რაღაც აბსურდული მოთხოვნა არ არის რომელიც უბრალოდ ჩვენს წესებში არ ჯდება რაც იცის მოხმარებელმა მაგ შემთხვევაში ძალიან შეიძლება მისი აქეთ ჩვენ მხარეს შემოbrunება და რო აღარ იყოს მოკლედ გაბრაზებული და ტექნიკური საკითხები კიდე უფრო მარტივია შედარებით, იმიტომ რომ შეგიძლია ან გაიკითხო თვითონ შენს კოლეგებთან დოკუმენტაციას ინფორმაციას, ხო? და ნებისმიერ რამე ინფორმაციას მიიღებ, ან თვითონ მოხმარებელს თუ სწავლობთ რაიმე დოკუმენტაციას, რომელიც საჭირო არის ამ პროცედურაში. მაშინაც უფრო მარტივი არის. ახლა ესეთი არ გქონია, რომ ახლა ეს მე რა ვიცი ხა ეს რაღაც ამაკითხებს და ვფიქრობდი ამასობაში და ალბათ ყველაზე რთული არის, როცა ტექნიკური პრობლემის და რთული ადამიანის თანაკვეთა არის. ანუ თავისთავად ჩვენი სამსახური ხო არ მოითხოვს არანაირ უმაღლეს განათლებას, ანუ სკოლას დაამთავრებ, სრულწლოვანი ხარ, ეგრევე შეგიძლია იმუშაო, ანუ არაფერი ისეთ განსაკუთრებულს არ მოითხოვს ტექნიკური კუთხით. მაგრამ ანუ საჭირო არის, რომ პროცედურები იცოდე. ანუ რა პროტოკოლები და გაიდლაინები გვაქვს და რისი მოთხოვნის უფლება აქვს, როგორც ანუ ყველაფერს რა თქმა უნდა წინასწარ ტრენინგებზე სწავლობთ. ანუ სწავლობთ, მაგრამ მაინც მუშაობას რო იწყებ პრაქტიკაში კიდე იმდენი რაღაც აღმოჩნდება ხოლმე, რაც არ იცი და ტრენინგზე შეიძლება გაკვირვით გითხრეს, რომ უნდა ჩახედო და წაიკითხო. რა თქმა უნდა, უმეტესად ეგრე არ ხდება ხოლმე, მაგრამ თვითონ რა კი იმ მომენტში ესე გეჩხუბება და თან ცდილობს რომ ესე გამოიყვანოს, შენ ხო გევალება რომ თანაგრძნობით უპასუხო და თუ პროტოკოლი არ იცი, შეიძლება ისეთ რაღაცაზე დაუქნიო თავი და ისეთ რაღაცაზე დაეთანხმო ზარის დროს, რაც რეალურად მისი უფლება არ არის და შენც არ გაქვს უფლება და არანაირი საფუძველი, რომ მე რასაც გულისხმობ რომ ეკუთვნის, მე მართლა მიაწოდო. ხოდა მაგიტო ეგ არის რომ პროტოკოლი უნდა იცოდე, რათა ცოტა პრეტენზიულ კლიენტს ზრდილობიანად, მაგრამ დროულად შეუსწორო, რომ აი თქვენ რასაც ამბობთ, ეს თვალსწორი არ არის და თქვენი პასუხისმგებლობაც იყო ამაში. ხო. გასაგები. ანუ მაინც საჭირო არის, რომ ასე ვთქვათ, ცოდნა გვეხმარება და ინფორმაციის მიღება გვეხმარება იმაში, რომ დავიცოთ ჩვენი კლიენტის და ამ შემთხვევაში მომხმარებელსაც სათანადოდ დავეხმაროთ შეძლების დაგვარად. ქართულ მომხმარებლებთან თუ გქონიათ შეხება და ალბათ ესეც საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, რამდენად ასე ვთქვათ, განსხვავებული შეიძლება იყოს ურთიერთობა ქართულ და უცხოელ მომხმარებელთან შორის. ესეთი შემთხვევა თუ გქონიათ რაიმე. ან გამოცდილება აქამდე კომპანიამდე და ახლანდაც შეადაროთ. საბოლოო ჯამში რომ ეს ყველანაირი გამოცდილება აქამდეც და შემდეგაც რომ შევაჯამოთ, გამოდის ის რომ ჩემი დაკვირვებით რომ აი ხა ის ბაზარი სადაც ჩემი კონკრეტული დეპარტამენტი მუშაობს და იქაური მომხმარებლები არიან უფრო მეტად გამგებიანები იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ჩვენი კომპანია ატარებს ამა თუ იმ პროცედურაში. და საქართველოს ბაზარი რომ შევადაროთ ამას, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უფრო მეტად აი შინაურული გაგებაც მაინც დამეხმარება, იქნება რაღაცა გამოწვეული. უარსრეულები შეიძლება შენც მოგერიდოს
დაგავალდებულო რომ აი უარს მეტყვი და აი მაგ მხრივ. მაგრამ ჩვენთანაც არის რომ პროცედურებს რაც აუხსნით. ჩემ შემთხვევაში მეც გამახსენდა სხვათა შორის ეს მე არ ვიმუშავე ესე ქართულ კლიენტებთან, მაგრამ იშვიათად ხდება ხოლმე რომ თვითონ ვინც დაჯავშნა სასტუმრო ის არის ქართველი და მასთან მიწევს კომუნიკაცია და ეს ზუსტად ახლა რაც შენ აღნიშნე, აი ბევრად უფრო შინაურული ტონით და აი რო შემეძლოს უარს არ გეტყოდის და ეგეთი ტექსტებით გიწევს გამკლავება, იმიტომ რომ ეს გერმანელები, ავსტრიელები, ნუ გერმანულენოვანი ხალხი მაინც ესეთი აი რო ეტყვი რომ კონტრაქტის მიხედვით ასეა, შო ჩერდება თავს გიქნევს და ჩვენთან არ არის ეგრე, ჩვენთან არა, აულით გვერდს კონტრაქტსაც რაღაცას ვიზა. შენ რაღაც მიჭიგრე და შენ მოინდომე შეძლებ დარწმუნებული ვარ. გასაგებია, კარგით. მოდით მაშინ ახლა ერთსაც კითხავთ, ასე ვთქვათ, ამ პოზიციას რომ ამოვწუროთ. დასაქმდა ადამიანი ამ პოზიციაზე და როგორ შეუძლია განვითარდეს, ანუ რა დაწინაურების შესაძლებლობები, მაგალითად, რა არსებობს კომპანიაში, არ ვიცი, შეიძლება ამ მიმართულებითაც კონკრეტულად იყოს რაღაც პოზიციები. თუნდაც 6 თვიდან ან რა ვიცი 1 წელში 2 წელში ესეთებიც თუ შეგიძლიათ რომ უთხრათ მაყურებელს და გავაცნოთ. ხა, ნუ ჩვენთან როგორ არის ესე 15 ადამიანი ვართ ერთ გუნდში, რომელსაც ყავს მე თავისი ლიდერები და მენეჯერები. გუნდის მენეჯერები. ხა. ხა და თუ მაგალითად გამოცხადა ვაკანსია ამ მენეჯერის პოზიციებზე, თქვათ შეიძლება customer service-ის უშუალო უფროსი, ან უშუალო coach-ი, ნუ coach-ი, ანუ ტრენერი, ყავს, რომელიც ხარისხს ამოწმებს. ანუ მე რამდენად სწორად გავყევი პროტოკოლს, რამდენად მართლაც ვდილობიან ვესაუბრე ადამიანს. ნუ მაგის ვაკანსიები თალკიდება ხოლმე და ნუ კიდე არის ჩვენი მენეჯერების პოზიციები და ამაზე შეიძლება. ანუ საკმაოდ, ასე ვთქვათ, კარიერულ საფეხურზე ზემოთ შეუძლია ადამიანს, რომ დავიდეს თუნდაც ამ მიმართულებით კონკრეტულად და. კი, და სხვათა შორის საერთაშორისო ვაკანსიებსაც აცხადებს ხოლმე ეს კომპანია. და მაგაზეც შეიძლება ეს კომპანია ანუ ჩვენ ხომ? ნუ ეს კომპანია იმიტომ რომ TP საქართველოს არის და თვითონ ბუკინგისგანაც მომსვლია მეილში მახსოვს. ახლა და ორი ვარიანტი არის და საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებშიც რაღაც არის. ვარიანტები განვითარების არის. ალბათ იგივე იქნება, ხო? არის ზუსტად ჩვენთანაც. კონიათ ესეთი შემთხვევა. აუ, თავიდან ჩართები ხარ, რაღაც ძალიან კარგი თქვა. Thank you for calling. Oh, I'm sorry. Did the middle of my sentence interrupt the beginning of yours? If you don't want the smoke, don't add fuel to the fire. Oh, you're done for. Transfer me to your manager now. You want to talk to my manager? Yes. No. Thank you for calling. Hang up on me again. Ask and you shall receive. You little. Transfer me to your manager now. No. Excuse me? Oh, I'm sorry. ეს მთელი ინტერაქცია გავს ამერიკელი კლიენტი რო ურეკავს ამერიკელ customer service. იმიტომ რომ ამერიკელებსაც დაურეკავთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ, ნუ გერმანულენოვანსაც მომსახურებით და ინგლისურენოვანსაც და ხანდახან ხდება რომ ამერიკელები გვირეკავენ, აი დაახლოებით ასეთი კომუნიკაციის მანერა არის. ასე თუ ისე ანამ რაღაცები გაიხსენა ხა სახალისო ფაქტები და შენთანაც თუ ყოფილა რამე ისეთი ან ესეთი კლიენტი თუ ყო. ასეთებულო ესეთი კომუნიკაცია არ გექნებოდა, მაგრამ კლიენტის ყოლია, მაგრამ სასაცილოა. თავისთავად ჩვენ ახლა მასე ვერ უპასუხებთ. უბრალოდ შეიძლება გინდოდეს. ხო, ნუ რამდენჯერ გდომები. არ შეიძლება მაინც და უბრალოდ მსგავს სიტუაციაში ვეუბნებით, რომ აი ეს არის ჩვენი ბოლო პასუხი და გეფუძნებით რომ ისმინოთ. თუ აი ძალიან გაბრაზებულია და უკვე ყვირილზე და ჩხუბზე არის გადმოსული და აი დანარჩენი ხა როცა აი უკვე რაც მაგამდე ვახსენე ეს ანაზღაურებაზე როცა მისულა ეს თემები და ჩაუგდიათ რომ აი გადაიხადა რაღაც ავტობუსით მგზავრობაში, ტაქსიში და ანუ ამას ჩვენ ვუყურებთ რა, კი, მიდის ეს. ჯერჯერობით გადაიხარე და მე ბოლოს ვხდება რაღაც მაკდონალდის ჩეკი, რაღაც ხატმის ვრაპი ვიყიდე და ესეც მაქვს. ნუ ამას ვუყურებთ ადამიანი. ხო, ჩვენ არ გვეხება ეგ, მაგას ჩვენ არ აგინაზღაურებთ, ეგ მანქანის გამო არ მოგხვდა შე. მოიცეს სანამ მანქანა ყავდა თქვენს მაშინას მოგშვიდა და მანქანაზე ნერვიულობის გამოშვიდა იქნებ. ტრანსპორტით გაეწერა მგზავრობა ადამიანს და მოშვიდა, რატო არ უნდა ზღაურობ.
გვიწევს მაგის ახსნა, რომ იცი რა. საინტერესოა. აუ, მე მაგ ერთი კითხვა, იმიტომ რომ ჩვენთან როგორ არის თუ ესეთ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა ადამიანი რაღაც უშორი სიტყვები გამოიყენა, ერთხელ არ ფრთხილებ, მეორედ არ ფრთხილებ და მე უთიშავ და შენთანაც ეგრეა. ესე არ შეგიძლია გაგზავნა, მათქარ როგორ. არა. გათიშავ და მოჩა. Goodbye. პირველ ჯერზეც ვერ გავუშვი, უბრალოდ უნდა უთხრა, რომ კი მესმის, რომ ხართ გაბრაზებული, მესმის როგორი რაღაც disappointing შეიძლება იყოს ეს ჩვენი იმედ გამოსროლებელი. ხო. მაგრამ რა ვქნათ, აი ეს არის ესე, მაგრამ ის თუ მაინც აგრძელებს ამ ჩხუბს და ყვირილს და ასე შემდეგ, ჩვენ უბრალოდ გაფრთხილების შემდეგ შეგვიძლია რომ აი გვაქვს ამის უფლება, მაგითაც ვფიქრობთ, რომ თუ უბრალოდ არ მოგვისმენთ და გააგრძელებთ ესე ლაპარაკს, მიწევს რომ ან გავკიდოთ გულმ. ჩვენთანაც ეგრეა. ამ ყველაფერს ხა დარწმუნებული ამ ყველაფერთან გამკლავება ცოტა შეიძლება ხანდახან რთული იყოს ყოველდღიურობაში გააჩნია კიდე როგორი კლიენტი მოგმართავს, ხო? სამსახურის იქით როგორ აბალანსებთ, ასე ვთქვათ, რითი ერთობით, რითი გადაგაქვთ ყურადღება, რა ვიცი, პერსონალურ ჰობებზეც რა მოგვიყვეთ რაიმე, როგორც ვცდილობთ, ასე ვთქვათ, განიტვირთოთ სამსახურისგან. როგორც სამსახურში მსგავსი მოხარებლების შემდეგ, რომელიც ბუნებრივია, რომ ხა ის გარემო შეიძლება სტრესული იყოს, როცა ასეთი მოხარებელი ყავს სარზე, მაგრამ ძალიან გეხმარება გარემო, რომელიც გვხდება თვითონ სამსახურშივე. იმიტომ რომ ის გარემო, რომელიც ყავს, იქნება ეს თვითონ კოუჩები, თუ მენეჯერები და ასე შემდეგ, ნებისმიერი და ასევე კოლეგებიც, რომელიც გვერდზე გიზიან, იციან რასაც აკეთებ, მათ შორის კოუჩებიც იციან მენეჯერებიც ყველამ და ნუ იციან როგორი შეიძლება იყოს ეს ესე თუ ის ზარი. ან თუნდაც ნებისმიერ მოხარებელ სიტუაცია რაც ხდება. და რო არა ეგეთი გარემო და ეგეთი შეკრული და მეგობრული და ყველაფერი კარგი, ალბათ იქნებოდა ბევრად უფრო რთული. უბრალოდ მაგას ვეღარ აღწერ სიტყვებით რამხელა სხვაობა არის ეგ რომ ყავს ისეთი გუნდიც და თვითონ გარემო მთლიანად რომელიც გეხმარება მსგავს სიტუაციებში ასევე გამოსავალიც იპოვო თუ რაღაცაზე კითხვა გიჩნდება ნებისმიერ გამოსავალიც გაპონინონ და ამავდროულად გითხრან რომ ხო კი ეგრე ხდება მაგრამ აი მეორე მხარესაც შეხედე და უფრო შვიდად ხარ უფრო რაღაც სხვანაირად უყურებ და სხვანაირად აგრძელებ ამ პრობლემის მოგვარებას და თან გაძლებინებს მე მარტო სამსახურიც არ არის იქ იჩენ სამსახურში უკვე ამ კოლეგებთან ერთად მე უკვე მეგობრობ და სამსახურის გარეთაც გრძელდება ეს მარტო რადგან სამსახურში მოდიხარ აქ არ რჩება იქ არ იწყება და არ მთავრდება გრძელდება სამსახურის გარეთაც და მაგის მადლობელი შეიძლება იყოს რომ ყავს სამსახურში და მის გარეთაც ეგ გარეთ ჩემი აზრითაც ძალიან დიდი ფუფუნება არის როდესაც კარგი გუნდი ყავს რომელთან ერთადაც მუშაობა ქსიამოვნებს და ესე ყოველდღიურად ერთად, რა ვიცი, კარგ ამბებში, სტრესულ ამბებშიც ყოველთვის ერთად ხართ და იზიარებთ. ჩვენი სივრცეებით თუ სარგებლობთ ხოლმე, უკან გვიდგას მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა და ეხლა ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო განდურთვის საშუალება ესეც არის. თქვენ თუ თამაშობთ. ჩვენ მე და ჩემი ეს მეგობრები შესვენების დროს როცა უბრალოდ მოგვესურვება, ყოფილა მომენტები, როცა ჩამოსულ ვართ იქნებოდა ეს PlayStation თუ როგორც პინგ-პონგის მაგიდა ან ასევე მაგის ფეხბურთიც ნებისმიერ რამე რისი ხასიათიც ჰქონია ისე გავიტარებია ის კონკრეტული დრო რამდენიც მქონდა შესვენებისთვის და ამიტომაც კი ძალიან კაი ფუფუნება და საშუალება არის იმისი რომ აი მსგავს სიტუაციიდან ოდნავ უბრალოდ განიტვირთო და კაიხარისებული. მე შეგადაში ჩემპიონატებზეც გავხდი. მე უკვე როცა იმართება კი. ამზადებ ხალხ ოლიმპიადებში. ანა შენ? ნუ ჩემს შემთხვევაში მე სახლიდან ვუშავებ და ამიტომ იშვიათად ვხდები ოფისში, მაგრამ ოფისში როცა ვარ ხოლმე, ნუ ეს ადამიანებთან ურთიერთობა განტვირთვა თავისთავად, იმიტომ რომ ნუ თალკე სასადილო გვაქვს და საჭმელად გახვალ ერთ-ერთ სიტყვას გაცვლი კარგია. გასაგები. და კარგი. და ბოლოს მეგობრებო თქვენი რჩევა ახლა იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა იწყებს მუშაობას, ან უნდა ჩვენს კომპანიაში დასაქმება, რას ურჩევდით მათ? ალბათ ურჩევდი, რომ მოიმზადეთ.
ის გამძლეობა დისციპლინა. მოგეთქვით გამძლეობა დისციპლინა. აბა მიდიოთ. ხო, უკვე როგორც ვახსენე და თან ხუმრობაც რო გადავდოთ, ეგ მართალია. რომ ის დისციპლინა არის საჭირო, როცა ამას უკვე თან ხვდები, რომ აი მსგავს საკითხებს შენ მოაგვარებ და იქნები პირველი გზა იმისთვის, ვინც აი მომხმარებელსაც დაუკავშირდება და მის პრობლემასაც მოაგვარებს. უნდა გქონდეს ეგ დისციპლინა, იმიტომ რომ მომხმარებელი როცა რაღაცას ითხოვს, შეიძლება შენ არ მოგეწონოს ეგ, მაგრამ ვალდებული ხარ, რომ გასცე მაგას შესაბამისი პასუხი, რა თქმა უნდა, ყველაფრის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, შეიძლება რაღაც რთულიც ჩანდეს თავიდან, იმიტომ რომ თავიდან როცა მეც მოვედი პირველად, არაფერი არ ვიცოდი და შეიძლება შიშიც იყოს, რომ აი ამას როგორ გავიგებ ან რაღაც, მაგრამ იმ გარემოში, სადაც მოვხვდი, უბრალოდ ძალიან მარტივად შეიძლება აითვისო ის საკითხები, რომლებიც ყოველდღიურობაში გამოგადგება შემდეგ და ამას როცა დავუმატებ იმ შენს შრომის მოყარეობას, უნარებს და მაგ დისციპლინირებს, უკვე გამოვა ყველაფერი კარგად და ისე როგორც მოგესურვება. ალბათ ისევე როგორც ასე ვთქვათ, ეს გამძლეობა და დისციპლინა ალბათ ყველა სამსახურში საჭირო არის და როცა რაღაც სერიოზულ საქმეს ვეკიდებით, რა თქმა უნდა, აქ სახუმაროდ და გართობაში სამწუხაროდ ხო, მაგ სფეროში ვერ ვართ, რა ვიცი, რა, მაგაში გვიხადან ფული. შენ რჩევა ჩვენს მაყურებელს? მე ვრჩევდი ორ რამეს. ერთი ის, რომ აუცილებლად ამ სამსახურში მოსვლამდე გააზრებული უნდა გქონდეს, რატომ მუშაობთ და ანუ რისთვის მოდიართ. იმიტომ რომ ემოციურად მართლა დატვირთული არის ეს სამსახური და რაღაცა სხვა დიდი მიზანი თუ არ გაქვს, რის გამოც ამ ემოციურ სტრესიდან მე გაგიჭირდება, იმიტომ რომ აზრს ვერ დაინახავ, რატო გეჩხუბება კვირაში ერთხელ რაღაცა. მეორე რჩევა ის არის, რომ ნუ ეხლა მე გერმანული ხაზიდან გამომდინარე, გირჩევდით, რომ თქვენი საყვარელი წიგნი, ანუ მოიძიოთ მაგის გერმანული ვერსია, აუდიო ვერსია და მაგას მოусმინოთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ადამიანი გირეკავს გერმანელი და ზუსტად გესმის, რას გეუბნება. იმიტომ რომ სკოლაში ნასწავლი გერმანულით შეიძლება წაკითხულიდან ზუსტად გამოიტანო აზრი, მაგრამ მოსმენა კიდე სხვა არის და აუდიო წიგნებს გირჩევდით. ალბათ თან განსაკუთრებით აქცენტის გათვალისწინებით და ისევე რა არის არა და რატო ეგეც ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული გერმანულის მცოდნე ხალხს, რომ თავიანთი აქცენტები რო აქვთ, ესმით, რომ უცხოელი ვერ გაიგებს და ნუ როგორც კი პასუხობ, ეგრევე უცხოელი რო ხარ, ხვდები, ანუ ძირითადად ფრანგები ვგონი ვართ ხოლმე ქართველები. ხო და ნუ აქ გამოთქვის გამო. კომპლიმენტი. ხო და ეს არის, ანუ როგორც კი ხვდებიან, თვითონვე შეიძლება კითხან, რომ ჰოხდოიჩი ხო არ ვისაუბრო, ანუ აკადემიური გერმანულით ხო არ გესაუბროთ, აქცენტი ხო არ მოვიშოროთ და დაუქნებთ. კარგია, გამგები და ეს მომხმარებელი რას ნიშნავს მაინც. მე მგონი რომ ძალიან გამოსადეგი რჩევები იქნება ეს ჩვენი მაყურებლისთვის, მომავალი ჩვენი გუნდის წევრებისთვის და მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ რჩევებისთვისაც, პოდკასტში მონაწილეობისთვის, რომ გვესტუმრეთ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც ეს ეპიზოდი, ასე ვთქვათ, იქნება ძალიან გამოსადეგი. მოგაწოდეთ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მოგვეწოდებინა ის ინფორმაცია, რაც შეიძლება ყველაზე საინტერესო ყოფილიყო. მაგრამ თუ დამატებით კითხვები გექნებათ, ბუნებრივია შეგიძლიათ მოგგვართოთ პირდაპირ, მოგწეროთ ან დაგვიკომენტაროთ, დაგვიტოვოთ კომენტარები და შემდეგ უკვე მოგაწოდით დეტალურ ინფორმაციას. და თუ გსურთ რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენი ვაკანსიების მოძებნას შეძლებთ ჩვენს საიტზე, საიდანაც განაცხად შეავსებთ და შემდგომ უკვე ჩვენი შერჩევის სპეციალისტები დაგიკავშირდებიან. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენს, მადლობა ჩვენს მაყურებელს. შევხვდებით მომავალ ეპიზოდში.